ხმელეთზე კი შემოდგომის დადგომა სამხრეთი აფრიკის ბევრ ადგილას წვიმების დაწყებას მოასწავებს. ზაფხულის ხვად სანაპიროდან მომავალი ცივი ჰაერი ენაცვლება და იწვევს ჭექა ქუხილს, რომელიც მთელ ხმელეთს გადაუვლის. წვიმას ზრდა მოყვება, ხმელეთის მწვანე საფარის განახლება. საძოვარზე გასულებისთვის ეს დანაყრების შანსია. მაგრამ ტემპერატურის ვარდნასთან ერთად წვიმები წყდება. და ბევრი არსება უნაყოფო ზამთრის პირისპირ აღმოჩნდება. საჭმელი ჯერ კიდევ უამრავია. წვიმასთან ერთად კი ტალახიც. ტალახში წოლა კამეჩებისთვის სასიამოვნოა და სასარგებლოც. ტალახი მზისგან დამცავი საცხია. თან წერებისგანაც იცავს. როცა ტალახი შრება, კამეჩის ტყავზე ახალ ფენას ტოვებს, რაც ცხოველს ცხელ დღეებს უმსუბუქებს. როცა გამხმარი ტალახის ცვივა, შემაწუხებელი პარაზიტებიც თან მიყვება. წვიმა დროებით შვებას გვრის კამეჩებს და სამხრეთი აფრიკის ბუშველდის სხვა ბინადრებს. ახლა აპრილია. ზოგი არსებისთვის შემოდგომის დადგომა კვების რაციონში ცვლილებასაც ნიშნავს. ამატოლეს მთებში, აღმოსავლეთი კაპლანდის პროვინციაში კონტინენტის ერთ-ერთი უკანასკნელი მაღალმთიანი ტყეა შენარჩუნებული. აქ თეთრყელა მაიმუნების თავშესაფარია. ერთადერთი პრიმატის, რომელიც მაღალმთიან ტყეებში ცხოვრობს. თუმცა მშვიდ სახეობას საფრთხეს უქმნის მზარდი ფერმები და პლანტაციები. რადგან მათი საცხოვრებელი გარემო მცირდება, მაიმუნების ამ სახეობას გაქრობა ემუქრება. იმისთვის რომ გადარჩნენ, ოჯახმა გარემოსთან შეგუება უნდა ისწავლოს. მათ საკვების ძიების ახლებური მეთოდი შეიმუშავეს და შემოდგომა ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ პერიოდად აქციეს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ამატოლეს მთებში ნოყიერი საკვები ილევა, მაგრამ ტყის მიღმა მათ ჯილდოელით. ალფა მამრის თაოსნობით ჯგუფი საკვების მოსაძებნად მიდის. ის, რაც მათ სჭირდებათ, გარეუბნებშია. ევროპელმა მოსახლეებმა თავიანთი სახლის გასახსენებლად ღობეთ თხილი, ხეხილი, კენკრის ბუჩქები და მუხები დარგეს. ტემპერატურა დაეცა და ჩრდილოეთი ნახევარსფეროს მცენარეებზე თხილეული დამწიფდა. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ამ ნაყოფით ციყვები, ირმები და თახვები იკვებებიან. აქ კი მაიმუნებს ნადიმი აქვთ გამართული. თუ რა თქმა უნდა ხეებამდე უსაფრთხოდ მიაღწევენ. მათ გზა უნდა გადაკვეთონ.
იციან, რომ ეს საშიშია. გასულ წლებში ამ გზას რამდენიმე სიცოცხლეც კი შეეწირა. ზოგი სხვა მარშრუტს ირჩევს და მას მიყვება. ამ მარჯვე აკრობატებისთვისაც კი ეს სახიფათო გზაა. ხეებისკენ უსაფრთხოდ მიდიან. რკოები და გირჩის გული კალორიებითაა მდიდარი. ოჯახი შემოდგომის მოსავლით იკვებება. დამატებითი საკვებით ზამთრამდე ქონს დაიგროვებენ. დაბლა, მიწაზე ჩამოცვენილი ფოთლები კი პატარა მწერებს მალავს, პროტეინის მნიშვნელოვან წყაროს. დანაყრებულები დროს ერთმანეთზე ზრუნვაში ატარებენ. სხვები კი სოფელში უფრო ღრმად შედიან მრავალფეროვნების საძიებლად. ახალგაზრდა მამრი ჯეკპოტს მოიგებს. ფორთოხლის ხეს. დარწმუნდება, რომ ტერიტორია სუფთაა და ჯილდოსკენ მიიწევს. ეს პრიმატები მარტივად ადაპტირდებიან და შეუძლიათ ახალი საკვები მარტივად მოინელონ. ამის წყალობით საკვებად იყენებენ ყველაფერს, რაც ყვავის და რასაც ბუნებას თავაზობს. ველური ბუნების გარდა მათ საკვებს მეზობლად მცხოვრები ადამიანებიც თავაზობენ. ოჯახი მოგზაურობიდან შებინდებისას ბრუნდება. ისინი თავს ტყეს აფარებენ, სადაც მშვიდად დაიძინებენ. ახლა გვიანი აპრილია და ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ჭექაქუხილი, რომელსაც სამხრეთი აფრიკის დიდ ტერიტორიაზე წვიმა მოაქვს, უჩინარდება. შეუბრალებელი შტორმები, რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში სანაპიროს არტოვებენ, ნელ-ნელა სუსტდება. შემოდგომის დადგომასთან ერთად წყალქვეშა ტყეებში სიმშვიდე ისადგურებს. ლამინარიები უამრავი ქმნილებისთვის მშვიდი თავშესაფარია. წითელი სიბრიმი, ზღვის ღარბები, ზოლიანი ზვიგენი, ყველა აქ აფარებს თავს. ცხადია სხვა იშვიათ სახეობებთან ერთად. წყალმცენარეებით დაფარულები კარგად არიან შენიღბული ოკეანის ფსკერზე. ჰალიოტისი გაქრობის პირას მყოფი ზღვის მოლუსკია. დიდ და ძლიერ ფეხს ის გადაადგილებისთვის იყენებს.
სხეული გარედან მთლიანად მგრძნობელობის ორგანოა, რომელსაც უამრავი საცეცი ფარავს. ნიჟარას კი უამრავი ხვრელი აქვს, რომლითაც წყლის ჭავილს უშვებს. მათ სხვა დანიშნულებაც აკისრიათ. შემოდგომა ჰალიოტისის გამრავლების პერიოდია. მამრი დიდი რაოდენობით სპერმატოზოიდს გამოსტყორცნის ნიჟარიდან წყალში. როცა ისინი მდედრთან მიცურდებიან, მდედრი შეკუმშავს განაყოფიერებისთვის მზად მყოფ მილიონობით კვერცხუჯრედს. შემოდგომის მშვიდი წყლები მნიშვნელოვანია, რომ განაყოფიერების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ათი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან მხოლოდ ერთი თუ მიაღწევს ლარვის სტადიას. ისინი, რომლებიც გადარჩებიან, წყლის ქვეშეთში განაგრძობენ არსებობას.